ომი, რომელიც შესაძლებელია ნებისმიერ წუთას დაიწყოს, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ, ამერიკული ჯაველინები, ბრიტანული რაკეტები, თურქული დრონები და რაც მთავარია, მოტივირებული ჯარი, უკრაინული თავდაცვა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, როგორც დავითი გოლიათთან ისე ხდება. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დღეს მინდა თქვენ წარმოგიდგინოთ ჩემი პირადი პროგნოზი და ყველა ის გარემოება, რაც ამ უდიდესი გეოპოლიტიკური ჯახის შედეგად შეიძლება წარმოიქმნას. მათ შორის შესაძლებელია, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე არც მეტი, არც ნაკლები თავისი გეოპოლიტიკური ოცნება, ანუ პანსლავური სეპარატისტული სახელმწიფო, ეგრეთ წოდებული ნოვორასია წარმოქმნას. ასე რომ სანამ ვიდეოზე გადავალთ ამ ყველაფერს განვიხილავთ, მანამდე მოგიწოდებთ, რომ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი და ასევე სრული შემთხვევაში შეგიძლიათ გამომყვეთ Instagram-ზე. ომის ზღვარზე, ასე უწოდებენ უკრაინისა და რუსეთის შორის ამ წუთისთვის არსებულ ვითარებას. დაძაბულობა ორ ქვეყანას შორის ყოველ დღე და ყოველ წუთას მატულობს. 2014 წლის რუსული სამხედრო ინტერვენციის შემდეგ უკრაინის შეიარაღება მნიშვნელოვნად შეიცვალა, უფრო გაძლიერდა. გაუნჯობესდა და როგორც French 24 წერს, მან ნატოს წევრი ქვეყნებისაგან ცოტაზე უფრო მეტი სამხედრო დახმარება მიიღო. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსული არმიის უკრაინაში ნებისმიერი ფორმით შეჭრას მოხდება შესაბამისი პასუხი აშშ-სგან. ბაიდენის თქმით, ვაშინგტონი განაგრძობს ზეწოლას. მანვე გააფრთხილა მოსკოვი, რომ პასუხი იქნება მკაცრი და პერსონალურად სანქცირებული ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ. უკრაინის მხარდასაჭერად კონკრეტული ნაბიჯები ასევე გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც. ქვეყნის მთავრობის განცხადებით, ბრიტანეთი უკრაინას თავდაცვის მიზნით უგზავნის სამხედრო აღჭურვილობას, ძირითადად მცირე რადიუსის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს. თავის მხრივ უკრაინის მხარე მოსამზადებლად უფრო და უფრო სწრაფ ქმედებებზე გადავიდა, მას შემდეგ რაც აშშ-ის შეფასებით რუსეთმა დაახლოებით 100,000 ჯარისკაცის გადასროლა მოახერხა უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრის გასწორებ. გასულ 4 შაბათს რუსეთში განაცხადეს, რომ მათ ბელარუსში წვრთნებისთვის სამხედრო ნაწილები გააგზავნეს. ეს კი რუსეთს შესაძლებლობას მისცემს შეტევა განახორციელოს უკრაინის ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთისა და სამხრეთის მხრიდან, რაც აბსოლუტურ ალყაში არტყავს მთლიანი უკრაინის 70%-ს. ამ ამბიდან 24 საათის შემდეგ რუსეთმა კიდევ ერთი ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ქვეყანა გეგმავს სამხედრო წვრთნები ჩაატაროს ატლანტის, წყნარი ოკეანის, არქტიკისა და ხმელთაშუა ზღვის წყლებში, რაც მოიცავს 150-ზე მეტ სამხედრო გემისა და ხომალდის განლაგებას მაგ ტერიტორიებზე, წერს French 24. ყოველივეს პარალელურად მოსკოვი აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ არ აპირებს უკრაინაში შეჭრას და ამავდროულად ესკალაციის სანაცვლოდ მოითხოვს უკრაინა ნატოს წევრი არ გახდეს. ამავდროულად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მწვანე შუქი აუნთო ბალტიისპირა ქვეყნებს, ესტონეთს, ლიტვასა და ლატვიას შეიტანონ ამერიკული წარმოების იარაღი უკრაინაში. ლიტვის თავდაცვის მინისტრმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ მისი ქვეყნის უგზავნის უკრაინას თავდაცვის საშუალებებს რუსული აგრესიის შეკავების მიზნით. გასულ წელს ბაიდენის ადმინისტრაცია დაეთანხმა 650 მილიონი დოლარის ოდენობის ღირებულების იარაღის უკრაინაში გაგზავნის, საიდანაც 200 მილიონი შეიარაღება 2021 წლის დეკემბერში უკვე გაიგზავნა. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინა აძლიერებს თავის არსენალს, მაგრამ შესაძლებელია თუ არა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რეალური წინააღმდეგობა გაუწიონ რუსულ იმპერიას, რომელიც შედგება ასობით ათასი სახმელეთო ჯარისკაცისგან, ასევე როგორც კარგად აღჭურვილი ტანკებისაგან, საჰაერო და საზღვაო აღჭურვილობისაგან. კიევის გამოღვიზება, ასე ქვია, 2022 წლის უკრაინის სახელმწიფოს დასაწყის. 2014 წელს ყირიმის ანექსიის დროს რუსმა ჯარისკაცებმა ძალიან მარტივად გადალახეს უკრაინის თავდაცვა. იმ დროს უკრაინული ჯარი კატასტროფულ პირობებში იყო, იხსენებს ბერლინის გლობალური საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი ჯულია ფრიდრიხი. 2014-2015 წლებში განვითარებული მოვლენები კიევისთვის გამოღვიძება იყო. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო უკრაინაში ძირითადი სამხედრო რეფორმები. განმარტავს ბირმინგემის უნივერსიტეტის სპეციალისტი ყოფილი საბჭოთა ტერიტორიებზე უსაფრთხოების საკითხებში ნიკოლო ფასოლა. ბოლო 7 წლის განმავლობაში კიევმა დიდი ფინანსური ინვესტიცია გასწია სამხედრო ძალების მოდერნიზაციის საკითხში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით სამხედრო ხარჯებზე გამოყოფილი ეროვნული ბიუჯეტის წილი 2014 წელს 1.5% იყო, ხოლო 2020 წელს 4.4%. ამერიკის შეერთებული შტატების ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და თურქული დრონები. უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ მარტო არ არის, ეს უკვე ყველამ ვიცით. 2014 წლიდან ნატომ როგორც ორგანიზაციამ, ისევე როგორც მისმა ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ უკრაინას მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება გაუწიეს, რაც დაახლოებით
14 მილიარდი დოლარის ეკვივალენტია, ამბობს ფასოლა. შეერთებული შტატების სამხედრო ტექნიკის მთავარი მიმწოდებელი იყო. მათ მიეწოდეს რადიოაღჭურვილობა, სამხედრო სატრანსპორტო სატვირთო მანქანები და 200-ზე მეტი ჯაველინი. ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა. უკრაინას თავდაცვითი იარაღი მიეწოდა ასევე ბრიტანეთმა, პოლონეთმა და ლიტვამ. უკრაინის დასახმარებლად თურქეთიც კი გამოვიდა თავისი ცნობილი ბაირათგარ TB2-ით დრონებით და უკრაინას მათი ყიდვა შესთავაზა. უკრაინის სამხედრო მოდერნიზაცია არ გულისხმობს მხოლოდ შეიარაღების მოდერნიზებას. სამხედრო საკითხების ექსპერტ გუსტავ გრისელის შეფასებით უზარმაზარი პროგრესია საბრძოლო მომზადების კუთხითაც. მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი სისუსტე საბჭოთა კავშირის დროს შემუშავებული სამხედრო დოქტრინები იყო. უკრაინის არმიის სხვა აქტივი მოდის მის ჯარისკაცებზე, რომლებიც მოტივირებულნი არიან და თავიანთი სურვილით ირიცხებიან ჯარში, რათა დაიცვან საკუთარი სამშობლო. ჯაველინების, უპილოტო საფრენი აპარატები, ჯარისკაცების მოტივაციის და მათი გაწვრთნის გათვალისწინებით უკრაინის არმია ძლიერი მოწინააღმდეგე იქნება რუსეთისთვის, ამბობს ბალტიის უსაფრთხოების ფონდის უფროსი ანალიტიკოსი ვინმე გლენ გრანტი. მეგობრებო, მე რა აზრიც გამოვთქვი ვიდეოს დასაწყისში, რაც ჩემი პირადი სუბიექტური აზრია და დაფუძნებულია რა თქმა უნდა სხვადასხვა წარსულის გამოცდილებებს. გეოპოლიტიკურად რო შევხედოთ, ჩემი სღრმარწმენით რუსეთის მთავარი ოცნება, რასაც ახლა თვითონ მუშაობს, ის არის რომ უკრაინის ტერიტორიაზე, როგორც არის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები გარდაქმნას პანსლავური ახალი სეპარატისტული დე-ფაქტო სახელმწიფოების პირობებში, რომლის სახელწოდება იქნება ნოვარასია, სადაც უკრაინის ტერიტორიაზე პრორუსულად განწყობილი ხალხი გადავა რა თქმა უნდა დიდი ანკესის გადაგდებით, ეს იქნება იმ პირობებში, რომ ისინი შეთავაზებენ გადასახდელების უკეთეს პირობებს, ჩადებენ ძალიან დიდ ფულს იმისათვის, რომ მათი გულები მოიგონ და რაც ყველაზე მთავარია, აგრძნობინონ იმ ხალხს, რომ ვითომ ამერიკული პროპაგანდა მუშაობს უკრაინის სახელმწიფოზე და უკრაინის სახელმწიფოს არ შესწევს იმის ძალა, რომ რეალურად იყოს კარგი უზრუნველყოფილი საკუთარი ხალხის მიმართ. აქედან გამომდინარე, რუსეთი ყველაფერს შეეცდება იმისათვის, როგორც ეს გაკეთა კრიმში, როდესაც დაურიგა რუსული პასპორტები და ძალიან მარტივად მოახდინა უკვე მათი ასიმილირება, თან რუსეთი ამაში ძალიან პროფესიონალია, ეს ჩვენ კარგად ვიცით. ანუ ჩემი ზღრმარწმენით არ მოხდება მთლიანი უკრაინის ოკუპაცია, მე ვარაუდობ, რომ ის ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და აღმოსავლეთ ლუგანსკის ოლქებიდან მოხდება სამხედრო ინტერვენცია, რის შედეგადაც დაახლოებით 25%-ით გაიზრდება უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიის რაოდენობა, სადაც საერთო ჯამში მოხდება ახალი სეპარატისტული ხელისუფლების, მარიონეტული ხელისუფლების ჩამოყალიბება, სადაც იქნებიან კიდევ ერთხელ ვიმეორებ პრორუსულად განწყობილი მოსახლეობა, რაშიც რუსეთი ალბათ პროფესიონალია პირდაპირ რომ გითხრათ. რა ვიცი, თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? დაწერეთ კომენტარებში, გააზიარეთ ვიდეო და რავი, ღმერთმა გაშოროს ომი, იმიტომ რომ ეს ომი ფაქტიურად ნიშნავს იმას, რომ ერთადერთი თავისუფლების საზღვარი, სადაც კი გავა, ის იქნება მხოლოდ და მხოლოდ საქართველო, მეგობრებო. რაც ძალიან ძალიან დიდ საფრთხეებს ქმნის ჩვენ ქვეყანაში.